შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ სივრცე, რომელიც ფიზიკური არსებობის ნაწილს წარმოადგენს და ამავდროულად საკუთარი არსით განუსაზღვრელია. არსებობს თუ არა საერთო, კოლექტიური სივრცე, რომელიც ურბანულ ქსოვილში იჭრება როგორც დინამიკური პროცესების ერთობლიობა. ფორმალურად კი არ არსებობს, როგორც სტატიკური ფიქსირებული პროექცია, არამედ როგორც მოქნილი სტრუქტურა, რომელიც პასუხობს თანამედროვე ურბანიზაციის გამომწვევებს. სივრცის ეს პოლისემანტური განსაზღვრება არღვევს ჩვენთვის აქამდე ცნობილ კონიუნქტურას ურბანული ლანდშაფტის სტატიკურობის შესახებ. პოლისემანტიკით ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ურბანულ კონტექსტში სივრცე მდიდარია მრავალი მნიშვნელობითა და ინტერპრეტაციით და ის ცდილდება ცალკეულ ფიქსირებულ გაგებას. მისი უნარი იცვლება ასახავს დროში, ადაპტირდეს საზოგადოების საჭიროებებთან, აქტივობებთან და მისწრაფებებთან, გადამწყვეტ როლს ასრულებს ურბანული სივრცეების მნიშვნელობისა და გამოყენების ფორმირებაში. სხვაგვარად ეს პროცესი წარმოგვიდგება სივრცული მეტამორფოზის სახით, რომელიც ელასტიკურ, იმპულსიურ და რეაგირებად პეიზაჟებს ქმნის. პეიზაჟებს, რომლებიც უკეთესად შეესაბამებიან თანამედროვე ქალაქის დინამიკურ და მრავალფეროვან ბუნებას. ალექს ვოლი თავის ნაშრომში სწორად ლანდშაფტში ასახო ფუნქციურ მატრიცას უსვავს ხაზს და განმარტავს, რომ ეს არის ფუნდამენტური ქსოვილი, რომელიც აწესრიგებს არა მხოლოდ საგნებსა და სივრცეს, სიცარიელესა და სისავსეს, არამედ დინამიკურ პროცესებსა და მოვლენებს, რომლებიც მასში ვითარდება. ეს მოვლენები ცვლილებების სახით რომ წარმოგვიდგება, ზოგჯერ იმდენად მინიმალური და დროში გაწელილია, რომ მასზე პირდაპირ ზემოქმედების შემთხვევაშიც კი რთულია რამე სახე ცვლილების შემჩნევა. მართლაც, ჩვენ ყველა იმ ცვლილებების მომსწრენი ვართ, რომელთაც გარდაქმნეს უკონტექსტო, განუსაზღვრელი სივრცე მულტიფუნქციურ, მრავალფეროვან ტერიტორიად, ჩვენივე მოთხოვნილებების ცვლილებების ხარჯზე. თუმცა სად გადის ცვლილებათა ზღვარი? ან სადამდე შეუძლია ურბანულ კონტექსტს საკუთარი თავის ექსპანსია? ალექს ვოლი ამ ფენომენს ლანდშაფტის, როგორც აქტიური ზედაპირის მნიშვნელობის შემოღებით ხსნის. მისი მსჯელობა თითქოს გვაიმედებს განუსაზღვრელი ჯერ კიდევ ბუნდოვანი მომავლისგან. თავის ზაცვის საშუალებას გვაძლევს დროებითი განზომილებების გათვალისწინების ხარჯზე. იგი დაგვანახებს, რომ ის, რისი კონტროლით შეგვიძლია, ურბანული სიცარიელეებია, სხვაგვარად პროგრამული სიცარიელეები. ურბანული უკონტექსტობა თავისთავად კომპლექსურ კონტექსტს წარმოადგენს, რომელიც საკუთარი განუსაზღვრელობით წარმოქმნის ყველა პირობას ახალი კავშირების გასაჩენად. ჩვენ კი გვაძლევს საშუალებას, ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღვიდგინოთ კონტროლი იმ ხელოვნურ ზედაპირზე, რომლის ცვლილებების მიზეზიც თავად ვართ. ამის საპირისპიროდ ნაილ ფრენერი და კრისტიან შმიტი თავის ნაშრომში ურბანული სახელი ეპისტემოლოგიისაკენ აკრიტიკებენ არსებულ შეხედულებებს ურბანული ცხოვრების შესახებ. ორივე ტექსტი ურბანულ დისკურსში ცვალებად პერსპექტივებს ეხება, მაგრამ პირველი მიზნად ისახავს დინამიკურ ლანდშაფტებსა და ადაპტირებას, ხოლო მეორე ეხება უფრო ფართო მაკროტენდენციებს და ურბანიზაციის პოლიტიკურ განზომილებებს. ისინი გამოყოფენ სამ განზომილებას: სივრცითი პრაქტიკის, ტერიტორიული რეგულირებისა და ყოველდღიური ცხოვრების სახით. ურბანიზაციის ეს განზომილებები ერთად წარმოქმნიან სამყაროს არათანაბარ ნაკსოვს, განუსაზღვრელ მუტაციას ურბანული ქსოვილის სახით, რომელიც ქაოსურობის რეგულაციის მცდელობას წარმოადგენს სწორედ მესამე ლანდშაფტის კონცეფცია. კონცეფცია, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს გარემოსთან აღქმისა და ურთიერთქმედების ხელახლა შეფასებას. ურბანული ზედაპირის დაგეგვისას მიზანი ფუნქციური ტევადობის გაზრდაა, რათა ხელი შეუწყოთ ცვლილებათა მრავალფეროვნებას დროში. იმ აქტივობების გათვალისწინებითაც, რომელთა წინასწარ განსაზღვრაც ზოგჯერ შეუძლებელია. ეს არის ურბანულ ცვლილებებთან თანადროულად მოძრაობის მცდელობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კონტექსტური გადაწერის პროცესი დროში გავყინოთ. პროგრამული სიცარიელეების ხარჯზე კი მივცეთ ტერიტორიის მოთხოვნის შესაბამისად გარდაქმნის შესაძლებლობა. კოლექტიურად ცვალებად სისტემებშიც კი ინდივიდუალური თავისუფლების მიღწევა სავსებით დასაშვები და არა ახალი ფენომენია. ნებისმიერი სახის სიცარიელის ათვისების მცდელობას ვხვდებით საპროექტო ტერიტორიაზე, როდესაც ჰორიზონტალური სიცარიელე მინიშნებულ აივნად გადაიქცევა. ან, როდესაც კონტექსტის ვერტიკალურად ტრანსფორმირება მიმდინარეობს აქ არსებული სიცარიელის ხარჯზე.
პროექტით გათვალისწინებული სიცარიელების ერთ-ერთი სახეა ორბელიანის მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების კომპლექსური სისტემა, რომლებმაც დროთა განმავლობაში სავაჭრო დატვირთვა მიიღეს და ტრანსფორმირდნენ მულტიფუნქციურ სივრცეებად იქ არსებული გამოუყენებელი სივრცეების ხარჯზე. ინტერესის ობიექტს წარმოადგენს ორბელიანის პარკიც, რომელმაც დროთა განმავლობაში მასში არსებული განუსაზღვრელი სიცარიელების ხარჯზე კულტურული მნიშვნელობა შეიძინა და მიიღო ფუნქციური დატვირთვა არა მხოლოდ როგორც არეკრეაციო სივრცე, არამედ როგორც ვაჭრობის ერთ-ერთ პუნქტად. ეს არის ბუნებისადმი ადამიანის არც ბოლომდე მორჩილებისა და არც სრული ბატონობის ურთიერთობა. ურბანულ სივრცეებში დღეს მიმდინარე ურბანული ცვლილებები სხვა არაფერია, თუ არა ახალი ტიპის საიტის კონსტრუირება, რომელიც აუცილებლად ეყრდნობა მოცემულ საიტზე თავდაპირველად განსაზღვრულ ფუნქციურ დეტერმინიზმს. მასზე დაკვირვება კი მხოლოდ ამ მასშტაბური პროცესების დროით შკალაში მოქცევითაა შესაძლებელი.